ოცნება ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს აბრუნებს. ხალხის უპრეცედენტო პროტესტის მიუხედავად ივანიშვილის გუნდი თავისი გეგმის სისრულეში მოყვანას აპირებს. ოცნების გადაწყვეტილება გუშინ საგანგებოდ შეკრებილი უმრავლესობის დახურული შეხვედრის შემდეგ დღეს გახდა ცნობილი. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა. მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტის ტექსტი უცვლელია, იცვლება მხოლოდ დასახელება უცხო ქვეყნების ინტერესების ორგანიზაცია. მდინარაძე ამბობს, რომ კანონს მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღებენ. თათია წოწონავა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და უფრო დეტალურად გვეტყვის, რა თქვა დღეს მდინარაძემ. დიახ, ზუსტად 1 წლისა და 1 თვის თავზე ქართული ოცნება პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. მამუკა მდინარაძემ დღეს თქვა, რომ დღესვე დაინიცირდება ეს კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე მმართველი გუნდი არ ჩქარობს და თუ წინა შემთხვევაში დაჩქარებული წესით განიხილებოდა ეს საკითხი, ახლა უკვე მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ბოლომდე აპირებენ, რომ სამივე მოსმენით მიიღონ რუსული კანონი და იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ ოცნებას ბევრად უფრო მეტი დეპუტატი ყავს პარლამენტში, ვიდრე ამ კანონს სჭირდება და ეს არის 76 ხმა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ნამდვილად მიიღებს რუსულ კანონს ხელახლა. დღეს ასევე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ ტერმინები ყველაფერი რჩება იგივე, შინაარსი რჩება იგივე, მხოლოდ და მხოლოდ იცვლება ერთადერთი ტერმინი უცხოური გავლენის აგენტი და ის ჩანაცვლება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, ასე იქნება ჩაწერილი ყველაფერი. ეს შინაარსი იქნა გაკრიტიკებული თავის დროზე 1 წლის წინ ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ დარჩენილა მაშინ ფაქტობრივად არც ერთი ქვეყანა, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, რომ ქართული ოცნებისთვის პირდაპირ არ ეთქვათ, რომ ეს რეალურად იყო კრემლის ინტერესებით ნაკარნახევი კანონი და ეს კანონი ჩვენ ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას საბოლოოდ მოუკლავდა. სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ყველა ერთხმად ამბობდა, რომ ეს იყო რუსული კანონი. ქვეყნის შიგნითაც ხალხის უპრეცედენტო პროტესტმა მართლაც თავის დროზე გამოიღო შედეგი და 7-8 მარტის ცნობილი მოვლენების შემდეგ ქართულ ოცნებას მოუწია, რომ უკან დაეხია და მთელი 1 წლის განმავლობაში ისინი საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ ეს კანონი აღარ დაინიცირდებოდა პარლამენტში და ამ კანონპროექტმა უпростоრად თავისი გააკეთა, თუმცა 1 წლისა და 1 თვის თავზე ჩვენ ვხედავთ ისევ მმართველი გუნდის ნაბიჯს და ისინი რუსულ კანონს საკანონმდებლო ორგანოში აბრუნებენ. ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული გუშინ მმართველი უმრავლესობის სხდომაზე. ეს იყო საგანგებო სხდომა, რომელიც იყო ძალიან გასაიდუმლოებული ამ სხდომის შინაარსი. ჩვენ დღეს ვკითხეთ მმართველ გუნდს ესწრებოდა თუ არა ამ სხდომას ბიძინა ივანიშვილით, თუმცა მამუკა მდინარაძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა აქვე თქვა ის, რომ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით იყო და ის ქართული ოცნების თანამოაზრეა. საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული. ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან კანონპროექტის ინიცირებისთანავე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით ტერმინი უცხოური გავლენის აგენტი სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა უცხოური გავლენის აგენტი გამოყენებული იქნება ტერმინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. კანონპროექტის ყველა ჩანაწერი უცვლელია, ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. წარმოუდგენელია, რომ რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი. ანუ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მიაწოდებს არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას. ჩვენ გვაქვს იმისი ძალა და დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ ქართველ ხალხს უთხრათ, რომ თუ ტყუილ სიტყვის ვინც არ უნდა იყოს და მით უმეტეს მეგობარი ქვეყნის, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი თუ ტყუილს ეტყვის, იმისი ძალა გაგვაჩნია საბედნიეროდ უკვე, რომ უთხრათ, რომ ეს არის ტყუილი. უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა. თუმცა მასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით ჰქონდა და ის არის თანამოაზრე ჩვენი ამ საკითხში. მათ შორის აქ მე ვილაპარაკი ამას დეტყობა არ მომისმინეთ, პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრი არის თანამოაზრე ამ საკითხის. შესაბამისად, ეს შეთანხმებულია პოლიტიკურ საბჭოსთან.
რუსული კანონი იყო ის საკითხი, რამაც ქართული საზოგადოება ფაქტობრივად უპრეცედენტოდ გააერთიანა და ისინი დაუღალავად იდგნენ პარლამენტის წინ და აპროტესტებდნენ კანონს, რომელიც მართლაც ქართულ სახელმწიფოს ევროპულ მომავალს ართმევდა. ქვეყნის შიგნიდან და გარედან უპრეცედენტო ზეწოლის გამო მაშინ მმართველ გუნდს მოუწია მისი კანონ პროექტის უკან წაღება და პირველი მოსმენით მიღების შემდეგ რამდენიმე დღეში თვითონვე შეიკრიბნენ და ჩააგდეს მეორე მოსმენაზე ეს კანონ პროექტი. ერთი წლის თავზე არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მმართველი გუნდი კი ისევ აინიცირებს ამ კანონ პროექტს უცვლელი შინაარსით. ახლა საინტერესოა რა პოზიცია ექნებათ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კითხვა მამუკა მდინარაძესთან იყო ის თუ იღებს ქართული ოცნება პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამ კანონმა შესაძლოა წლის ბოლოს მნიშვნელოვნად შეაფერხოს და ფაქტობრივად ჩაშალოს ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებების დაწყება. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ეს კანონი ამ პროცესს ხელს არ შეუშლის და ისინი ამ საკითხზე პასუხისმგებლები არიან.